სახელითა მამისათა და დისათა და სულისა წმინდისათა. ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელსაც ეწოდება უძღები შვილის კვირა. წმინდა ეკლესია აგრძელებს ჩვენს მომზადებას დიდი მარხვისთვის. ამიტომ დღეს გვიკითხავს აი ამ იგავს სახარებიდან უძღები შვილის შესახებ. თუ როგორ მიდის იგი მამის სახლიდან, როგორ ცხოვრობს შორეულ ქვეყანაში არაწმინდებით, როგორ გაფლანგა ყველაფერი და ისეთ სიღატაკემდე მივიდა, რომ ღორების საჭმელიც კი სანატრელი გაუხდა. და აი ერთხელაც იგი გონს მოვიდა, გაახსენდა მამის სახლი, მამამისი და თქვა, რომ მამაჩემის მოჯამაგირეებსო, იმდენი არიანო, იმდენი ყავს მამას მოჯამაგირეო და პურიც თავზე საყრელად აქვთო. მე კიდევ აქ შიმშილით კვდები. ავდგები და წავალ მამასთან და ვეტყვი მას. მამა, შეგწოდე შენ, შემინდე. აღარ ვარ მე ღირსი რომ შენი შვილი მეწოდოს და მიმიღე როგორც ერთ-ერთი შენი მოჯამაგირეთაგანი. თქვენ იცით რომ აქ მამაში იგულისხმება ღმერთი და უძღებ შვილში იგულისხმება ყველა ვინც შორდება ღმერთს, ვინც არ ზრუნავს უფლის ცნებების დაცვაზე და ვინც ფიქრობს რომ ღმერთისგან დამოუკიდებლად უღმერთოთ შეძლებს თავისი ცხოვრების წარმართვას და წარმატების მიღწევას. აი, რამ მოიყვანა გონს ეს უძღები შვილი? შიმშილმა და გაჭირვებამ. და ის ამბობს, რომ მეო კვდები შიმშილითო. მაგრამ ამ სიტყვებში არ იგულისხმება ძვირფასო ძმებო და დებო, მხოლოდ ფიზიკური შიმშილი. არამედ სულიერი შიმშილიც. რადგან სწორედ სულიერი შიმშილი პირველ რიგში უბიძგებს ადამიანს სინანულისკენ და თუ ადამიანში არ არის სრულიად დაბნელებული ჯერ კიდევ ვნებებისგან, ცოდვებისგან ღვთის ხატება, ის მას არ შეუძლია რომ ღორივით იკვებოს სალაფავით. ანუ რას ნიშნავს ეს? რომ მას არ შეუძლია დანაყრდეს ამ სოფლიური, მიწიური და წარმავალი ხორციელი სიამეებით. ის აუცილებლად უნდა განიცდიდეს შიმშილს, სულიერ შიმშილს. აი წმინდა მამები ამბობენ ასეთ რამეს, რომ სულის პირველი შიმშილი ეს არის შიმშილი სიმართლის და ჭეშმარიტების. მეორე შიმშილი არის სისუფთავის და სიწმინდის. და ეს უძღები შვილი გონს მოდის, მასში გაიღვიძა სინანულმა, გაახსენდა მამის სახლი, შეადარა თავის ცხოვრებას და მიიღო მტკიცე გადაწყვეტილება. და ამბობს, ავდგები და დავბრუნდები მამასთან. აი ეს სიტყვა ავდგები ნიშნავს იმას, რომ მან გააცნობიერა რამდენად ღრმად არის დაცემული და მესამე გზა არც არსებობს. ადამიანი ან მიემართება ჯოჯოხეთის უფსკრულში, ან კიდევ ზემოთ ღმერთისკენ. ღვთისკენ, რომელიც არის ყოველმხრივ მდიდარი და მასთან არანაირი შიმშილი არ არის. შემდეგ ეს იგავი მოგვითხრობს ჩვენ თუ როგორ ხვდება მამა უძღებ შვილს, რომ შორიდან დაინახავს მას, შეებრალება პირველი გარბის შვილისკენ, მოეხვევა, გადაეხვევა და კოცნის. შვილი ეუბნება ამ სიტყვებს
რომელიც მოგახსენეთ ინანიებს, მამა მას პატიობს ცოდვას და პირვანდელ პატივს უბრუნებს. და აი აქ ამიგავით, აი ამ ეპიზოდით უფალი გვასწავლის ჩვენ როგორი უსაზღვროა ღმერთის სიყვარული. რომ საკმარისია ჩვენში გაიღვიძოს სინანულმა, რომ გაგვიჩნდეს ეს სინანული, რომც ჯერ კიდევ შორს ვიყოთ ღვთისგან, იგი უკვე გვხედავს ჩვენ. პირველი მოიჩქარის ჩვენსკენ უფალი, რომ შეგვიწყალოს და გვაპატიოს, გვიხუტებს და გვაკავებს იმისთვის, რომ ისევ არ აღმოჩნდეთ აი ამ შორეულ ქვეყანაში ღორების სალაფავთან. წმინდა მოციქული იაკობი ამბობს, მიუახლოვდი უფალს და მოგიახლოვდება შენ. წინასწარმეტყველი ისაია ამბობს, მოუხმე და ხმას გაქცემს უფალი. შეხაღადე და იტყვის აქვარ. და რომელ დედას და რომელ მამას შეუძლია ასე განუწყვეტლად იდგეს და ელოდოს, სანამ როდისმე რომელიმე შვილი მას დაუძახებს. არც ერთ მშობელს ეს არ შეუძლია. და აი ღმერთი მუდმივად ელოდება, ხომ არ დაუძახებს, ხომ არ მოუხმობს მას რომელიმე მისი მონათაგანი. და თუ როდისმე ჩვენ მოუხმეთ მას ჯეროვნად, არასდროს დაუტოვებია, ეს ჩვენი მოხმობა და ლოცვა უპასუხოთ და ყურადღების გარეშე. აი ძვირფასო ძმებო და დებო, ასეთი შესანიშნავი იგავი წავიკითხეთ დღეს. შეგვაძლებინოს უფალმა, რომ ჩვენც დავიწყოთ სინანული, გამოვასწოროთ ჩვენი ცხოვრება უძღების შვილის მსგავსად, რომელიც მიხვდა, რომ ღმერთის გარეშე იღუპება. ამრიგად ეს იგავი გვასწავლის ჩვენ, რა სურს უფალს ჩვენგან. რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სათნო ვეყოთ ღმერთს და დავიმკვიდროთ მისი სასუფეველი, რისი ღირსიც დაეგამხდარიყავით მადლითა და კაცმოყვარებითა, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც ჩვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა თანამამით და სული წმინდითურთ აცდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.